ელ-სალვადორის სამხედრო საზღვაო ძალებმა ქვეყნის ისტორიაში ნარკოტიკებთან დაკავშირებით ყველაზე მასშტაბური ოპერაცია ჩაატარეს. სამართალდამცველებმა 7 ტონამდე კოკაინი ამოიღეს. დაკავებულია 10 ადამიანი კოლუმბიიდან, ნიკარაგუიდან, პანამიდან და ეკვადორიდან. გამოძიება გრძელდება, რათა დადგინდეს ნარკოტიკული ქსელის სრული მასშტაბი და შესაძლო კავშირები რეგიონში. სამხედრო საზღვაო ძალების ინფორმაციით დაახლოებით 55 მეტრიანი გემი, რომელიც ტანზანიის დროშით იყო რეგისტრირებული სანაპიროდან 380 მილის მოშორებით დააკავეს. ჩვენ ვთქვით, რომ კრიმინალურ ორგანიზაციებს გავანადგურებდით და ეს არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიით. ეს სწორედ ამის მაგალითია. ბრძოლა ქვეყნის საზღვრებს გარეთაც გრძელდება და ყველა მიცის, რომ ჩვენს ეროვნულ სამხედრო საზღვაო ძალებს წყნარ ოკეანეში ძლიერი დაცვის ხაზის შექმნა შეუძლიათ. გემზე მყოფი 10-ვე პირი დაკავებულია და ისინი ელ-სალვადორის სასამართლოს წინაშე წარდგებიან, რათა გაგრძელდეს სისხლის სამართლებრივი პროცესი ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით. ხოლო მიმდინარე კვირაში წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილსა და კარიბის ზღვაში მიტანილ იერიშებს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.